ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მეორე ქვეითი ბრიგადის 23 ბატალიონის ნაკრები ასეულის სამხედროები პატრულირებისთვის ემზადებიან. მათი აფრიკული მისია დასასრულს უახლოვდება. ისინი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 4 თვის მანძილზე მსახურობენ და ქალაქ ბანგიში მათ სამოქმედო არეალში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ჩვენი ამოცანა იყო ბაზა იუკატექსის დაცვა, მიმდებარე დასახლებულ პუნქტში პატრულება და ქალაქ ბანგში ნიშნულოვანი წერტილების კონტროლი. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მრავალთვიანი ყოფნის პერიოდში ადგილობრივ მოსახლეობასთან ნდობის მოპოვება და მჭიდრო კავშირის დამყარება მოახერხეთ. დღისა და ღამის განმავლობაში პატრულირებას ვახორციელებთ. ქართული ქვედანაყოფი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც ევროპული ძალების მისიას შეუერთდა. მრავალეროვნულ ბატალიონთან ინტეგრირებული ქართული ქვედანაყოფი ფრანგი ქვეითების გვერდით უდიდეს როლს ასრულებს. ადგილობრივ მოსახლეობასთან უშუალო კავშირში მყოფი ქართველი სამხედროები უსაფრთხოების დაცვის მიზნით მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებენ. ქართული კონტინგენტი მისიაში, რომაც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი ოპერაციის შესრულების პროცესში, ბევრი სირთულე შეგვექმნებოდა. მადლობას ვუხდი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე მისიაში მონაწილეობისთვის. ისინი მართლაც პროფესიონალი სამხედროები არიან, რომლებიც მაღალ დონეზე ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ქართული კონტინგენტი ერთ-ერთი ბოლო დატოვებს პოზიციას. ქართულ ჯარისკაცებთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ეს ჩემთვის მათთან ურთიერთობის პირველი გამოცდილება იყო. მე მათზე საუკეთესო მოგონებები მექნება. ქართველი სამხედროები ამჯერად მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მოქმედებენ. ადგილობრივებმა შეატყობინეს, რომ დედაქალაქში მკვლელობა მოხდა. ეს პატრულირება სწორედ სიტუაციის სტაბილიზაციისთვის და უსაფრთხოების კონტროლის მიზნით დაიგეგმა. ქართული სამხედროების ერთ-ერთ ამოცანას აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის უსაფრთხოების კონტროლი წარმოადგენს. პატრულირება კომბინირებულია და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოტორიზებული პატრულის დროს ქართულ სამხედროებთან ერთად ფრანგებიც მონაწილეობენ. ეს არის თავისუფლად გადაადგილებისათვის ხარდაჭერი პატრული, რომლის მთავარი ამოცანა, ძირითადი ამოცანა არის ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხშირად ხდება ხოლმე საჯვარედინების და გზების გადაკეთება, ბარიკადები და ხმაურობები. აი ამ პატრულის ამოცანა არის მთლიანი ამ ქალაქის ქუჩების შემოვლა და თუ სადმე ხდება ასეთი მსგავსი ფაქტი, გადაკეტილია გზა, განთავისუფლება ამ ბარიკადებისგან გზის. მეორე ქვეითი ბრიგადის 23 ბატალიონის სამხედროებს ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის გამოცდილებაც აქვთ. ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ერთ-ერთ ფუნქცია მოვალეობას ქვეითი პატრულის განხორციელება წარმოადგენდა. უსაფრთხოების კონტროლისთვის ქვეითი პატრული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაშიც ხორციელდება. სამხედრო მოსამსახურეები ქვეითი პატრულირების დროს მოსახლეობას ხვდებიან, ისმენენ მათ პრობლემებს და ადგილზე არსებულ სიტუაციას ეცნობიან. On n'a rien entendu. On n'a même pas entendu les détonations. On sait personne les tués ou les blessés. ძირითადი ჩვენი ამოცანა პატრულის არის უსაფრთხოების ამოცანა, ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება. როგორც ვთქვით, ანტიბალაკას დაჯგუფება ეს მოქმედება შემოიფარგლება ყაჩაღური მოქმედებებით, აწუხეს მოსახლეობას, ოს ფულს ართმევს, ოს მოტოციკლებს ართმევს. და არის ხოლმე აქაური ადგილობრივი მოსახლეობა, ზოგიერთ მუშაობს პოლიციაში, ზოგი სამხედრო სამსახურში და აქედან გამომდინარე ისინი მოდიან და ხან ცემენ, ხან მაჩიტეს ურტყამენ. ეგეთ მცირე მოქმედებები. რაცაც? აფშეზება. არის მეცხრე. კაი, წინ გაიწიეთ და გავჩერდებით. უსაფრთხოება იგებს. მახსოვს, როდესაც ლიცეუმში სწავლობდი, ერთ-ერთი გაკვეთილის თემა ყოფილი საბჭოთა კავშირი და მასში შემავალი სახელმწიფოები იყო. იმ გაკვეთილზე საქართველოს შესახებაც შევიტყე. ვიცი, დღეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი ჯარისკაცები იმყოფებიან. მათ შესახებ მხოლოდ კარგი მსმენია. ქართველები ძალიან ჰუმანურები არიან, ყველას თანასწორად ეპყრობიან. რასისა და კანის ფერის მიხედვითაც განსხვავებას არ აკეთებენ. მოხარული ვიქნებით თუ სხვა ქართული დანაყოფი ჩვენთან კვლავ ჩამოვა.
ფრანგულ სამხედრო ბაზა უკატექსზე მისიის წარმატებით შესრულებისთვის ქართულ სამხედროებს ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი. თავისუფალ დროს მათ საშუალება აქვთ სატრენაჟორო დარბაზში ივარჯიშონ და სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს. ლუკა, რას გასწავლია მე სკოლაში? მესამე ბატალიონი უკვე მეორე დანაყოფია, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიით იმყოფება. მათ როტაციის წესით ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეული ჩაანაცვლეს და ამ მისიაში საქართველოს მონაწილეობას მალე დაასრულებენ.